პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა იმართება. დღეს განსახილველი საკითხებია დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები. ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმეზე კომისიის წევრებმა უკვე მოусმინეს გიანსიანს, რომელიც 2008 წელს სოფელ ხაიში სატყეო დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. ამ წუთებში კი დავით ცინდელიანის დედას თამარ არღლიანს უსმენენ. დეტალებით მანენა დევაძე შემოგვიერთდება ახლა. აღია ეთერში მანენა გისმენთ. დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეს დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმეს განიხილავს. კომისიის წევრები ამ წუთებში მოკლული ტყის რეინჯერის დავით ცინდელიანის დედას თამარ არღლიანს უსმენენ, რომელიც 17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ემოციების გარეშე დღესაც ვერ იხსენებს. თამარ არღლიანის განმარტებით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ უდანაშაულო შვილი შურისძიების მიზნით მოუკლა და მისი ოჯახი გააუბედურა. შვილმკვდარი დედის ინფორმაციით მისი შვილი დავით ცინდელიანი დათა ახალაიას დაკვეთით ქუთაისში ვითომ სატყეო დეპარტამენტის თათბირზე დაიბარეს. 9 პირიანი სპეცრაზმის საშუალებით საბოლოოდ ბათუმში გაიტაცეს. შავ ზღვაში ნავით გაიყვანეს, სადაც რომან შავათავამ დახვრიტა და ნავში მყოფ თანმხლებ პირებთან ერთად ზღვაში ჩაძირა. შვილმკვდარი დედის განცხადებით მისი შვილი პატრიოტი იყო და წინა ხელისუფლებამ აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობა დააბრალა. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და სიმართლე მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდა. ჩემი შვილი დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე. სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელებმა ზევიდან დაკვეთით ახალაიას, მთავრობის პირადად ახალაიას დაკვეთით და დაიბარეს ლაშაჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. საღამოს დაახლოებით ასე 5 საათი რა საათები არ ვიცი 5 საათი იქნებოდა დაახლოებით ასე ჩემი იმით მაქვს წაკითხული ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცნაზისთვის, რომლებსაც ახალაიას ბრძანებით დავალებული ჰქონდათ ჩაეყვანათ თბილისში. მიყავდათ ღამე, მოკლედ მოვუყები ახლა ყველაფერს და გზაში მაშინ ტანკები ხო იდგა და შემოვლითი გზებით მიდიოდნენ. შემოვლითი გზებით და აბასთუმნარ რო ჩასულან ისევ დაურეკია დათა ახალაიას და ზურაბ ყუბლაშვილს რო თბილისში არ ჩამოეყვანათ და პირდაპირ წაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის კუდისთვის უფროსი რომან შამათავა. ახლა სხვა გზა რა ჰქონდათ ჩაიყვანეს გამთენიისას. ეს ამბავი ხდება შავაძის დახვრეტის გამთენიის დილას. ორ კუდის თანამშრომელს იქით-აქიდან მოუკიდიათ ხელკავით, მიყავდათ თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ, მიყავდათ. ასე უკნიდან იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდის თანამშრომელი, სახელი და გვარი უთქვა? ხო, ონისიმე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდან. ეს რო დაუნახია უკან მოუხედი ამ კილერ, ნარკომან შამათავას უთქვია, მოდი უზბეკ ფოთში წაყვევიო. რა სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაყოლია უკან. ჩამჯდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. შესულან ზღვაში 2-3 კილომეტრზე შევიდნენ. ტალღების მოძრაობის შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე რა არისო და გვერდებისკენ უნიშნია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ეს. არც არ დამხრიტოთო, არც არაფერს ოღონდ და მაშინ შამათავას უბრძანებია აყენე და წინ დასვიო ნავის კიჩოზე. აყენა თუ არა იმ წუთში ამოიღო თავისი პისტოლეტი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოკვდა. ნავში სისხლის გუბედა მდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია
გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. გადააგდო ზღვაში. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა ასეთი აღზრდილი. აი, მთელი ხალხის წინაშე ვლაპარაკობ, რომ ერთი ადამიანი ვერ მეტყვის სირცხვილს, რომ რატო აქებს შენ შვილს ასე. მანამდე კომისიის წევრებმა დავით ცინდელიანის უშუალო ხელმძღვანელს გია ანსიანს მოусმინეს, რომელმაც კომისიის დღევანდელ სხდომაზე დავით ცინდელიანის გატაცების ეპიზოდი ქრონოლოგიურად გაიხსენა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებიდან მალევე 16 აგვისტოს ქუთაისში თათბირზე დაიბარეს და ყველა თანამშრომლის ჩაყვანა დაავალეს. დავით ცინდელიანი და მისი მამა გია ანსიანის ავტომობილში იმყოფებოდნენ და თათბირზე მიდიოდნენ, თუმცა ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლეს, რადგან მისი თქმით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა დავით ცინდელიანი ვერცხლისფერ მერსედესში გადასვა და მათთვის უცნობ ადგილზე წაიყვანა. ამ ფაქტის შესახებ გია ანსიანმა მის უშუალო ხელმძღვანელს აცნობა და მანქანაში თანმხლები პირები ღამის 2 საათამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დავით ცინდელიანის ადგილსამყოფელის დადგენა მაინც ვერ შეძლეს. 2008 წლის, ესე იგი, აგვისტოს თვეში ყველას გვახსოვს, რომ ბორჯომში ცეცხლია. დღეს მოუკიდეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ დანიშნულებით ვართ დაბარებული ქუთაისში და ვაფრთხილებთ თანამშრომლებს, რომ საძილე მეშვეკები და რაღაცები დაიკავეთ იმისთვის, რომ უკან აღარავინ არ გამოგვიშვებს და იქიდან მოგვიწევს იქ წასვლა თქვა. დათო მეუბნება მე ზურგი მტკივაო ვერ მოვდივარო. ვერ წამოვალო. ახლა რახანს ყველა დაბარებული უკლებლი ვავდექი და გადაურეკე სამმართველოს უფროსს. და ვეუბნები მეთქი დავით ცინდელიანი არის ცუდად, ზურგის ტკივილი აქვს და ვერ მომყავს თქვა. პატარა პაუზის მერე ისევ მკითხა ვინო და მე ისევ ვეუბნები რომ დავით ცინდელიანი თქვა და ისევ პატარა პაუზა და აი ტელეფონშიც ისმოდა ვიღაცა ეუბნება რომ აი ფეხიც რო კონდეს მოტეხილიო უნდა წამოიყვანო. ჩემ გვერდის ზაურის უკან ის გოგოზის და ჩემს უკანზის დავით ცინდელიანი და პირდაპირ ეუბნებიან დავით შენ გადმოდიო. სად მიყავთ ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებული, ვიცითო ყველაფერი ვიცითო და გამოგყევითო თავარ სამმართველოში ქალაქის. ჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები აუცილებლად. ღამის 2 საათამდე ვკითხავდნენ ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას, ხან მესამე ადგილას და აბსოლუტურად ერთი და იგივეს რომ გატაცებულია. რა აქმა დაილეკა თქვენში, აი რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? მე სხვას ვერაფერს ვერ უკავშირებ, ერთადერთი ახლობლობა, ნათესაობა ქონდა მას არღულიანთან. დიახ. ის იყო ემზარის დიშვილი და აი იმას თუ უკავშირებდნენ, თორე დანარჩენი ახლა იმას რა უნდა ვცოდნოთ. დღეს რომ იხსენებთ ამ ამბავს, რა ემოციაა თქვენში? დღემდე ის სურათი არ მომშლია საერთოდ. მე თისამი თვე მერე ვეძებე და მე წავედი სამსახურიდან. ამის გამო წახვედით სამსახურიდან. კი ბატონო. ბატონი ზაური, მისი მამა დღეს ცოცხალია? ხელა ოჯახი ამათზე უკეთესად ჩვენთან არანარ ცხოვრობდა. ინტელიგენტები, რა ვიცი და ფაქტიურად მოშალეს ოჯახი. ბატონი ზაური გარდაცვლილია. კი ბატონო. რით გარდაიცვალა ბატონი ზაური? ამ ნერვიულობისგან ზუგდიდში იყო იგივე შემთხვევა. ქარდავებში. პაატა ქარდავადია. იმის მათ ოჯახში ვიყავით მისულია, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გებულობდით ვერსად, სად იყო, რა იყო. აი, ფაქტიურად იმათმაც არაფერი არ იცოდნენ. პაატა ქარდავა ზუსტად ესე დღისით, მზისით, ზუგდიდის ცენტრში, ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს. ორივე საქმეზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, მათი წამება, მათი დახვრეტა პირდაპირ აი ესე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, სასამართლოთიც არ არის დახვრეტა, მაგრამ გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე რაღაცა ბეტონის რაღაც ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში. დადგენილია დამნაშავე, რომელიც სასჯელს ისხდის, ეს არის აფხაზეთის კუდის უფროსი რომან შავათა, მათაო, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განმარტებით მომავალი ერთი თვის განმავლობაში სხდომები იშვიათად გაიმართება და ძირითადი დრო საბოლოო დასკვნაზე მუშაობას დაეთმობა. მადლობთ მანნა დევაძე საუბრობდა პარლამენტიდან.